მე-15 საუკუნის მიწურულს, როცა ძველი სამყარო ახალი გზების ძიებაში იყო, დაიწყო ეპოქა, რომელმაც კაცობრიობის ისტორიას სამუდამოდ შეცვალა. მამაცი მეზღვაურები გაურკვეველ სხვებსა და მიწებზე მიემართებოდნენ. ეს იყო გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა, რომელმაც რუკები შეცვალა და ცივილიზაციებს ახალი ჰორიზონტი გაუხსნა. მათ აღმოაჩინეს ამერიკა, მიაღწიეს აფრიკის უკიდურეს სამხრეთ წერტილს, მივიდნენ ინდოეთამდე, აღმოაჩინეს ფილიპინები, ავსტრალია და ახალი ზელანდია. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დასაწყისი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მომენტია. რაც გამოიწვია 1453 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობა. ევროპაში ხმელთაშუა ზღვა, შავი ზღვა და აღმოსავლეთის გზები, საიდანაც სანელებლები ძვირფასეულობა აბრეშუმი მოდიოდა ევროპისაკენ, გადაიკეტა. აზიური საქონელი, რომელიც ევროპელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი იყო, მიუწვდომელი გახდა. თვით ვენეციელი და გენუელი მოგზაურობის კი ვერ ახდენდნენ აზიიდან ევროპაში საქმლის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და ვაჭრობას. შემდგომში სამ კონტინენტზე გადაჭიმულმა ოსმალეთის იმპერიამ ხელში ჩაიგდო ევროპისა და აზიას შორის სავაჭრო გზები. რითიც საუკუნეების განმავლობაში კოლოსალურად დიდრდებოდა. სწორედ ამ ფაქტების გამო იწყება ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, რომლის სათავეშიც ესპანელი და პორტუგალიელი ზღვაოსნები დგანან. პორტუგალიის პრინცმა ენრიკემ, იგივე ენრიკე ზღვაოსანმა საფუძველი ჩაუყარა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქას. მიუხედავად იმისა, რომ თავად მეზღვაური არ ყოფილა, მისი ხელმძღვანელობით პორტუგალიის სამეფო ავითარებდა საზღვაო ტექნოლოგიებს, ქმნიდა ახალ რუკებს და აფინანსებდა ექსპედიციებს, რომლებიც აფრიკის ნაპირების აღმოჩენას ემსახურებოდა. მან სამხრეთ პორტუგალიის ერთ-ერთ კონცხზე 1420 წელს დაარსა სიგრეშის სანაოსნო სკოლა, სადაც თავს იყრიდნენ ასტრონომები, რუკების შემდგენელები, შორეული ზღვაოსნობის მოთხრიალები. ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ცოდნას და მართავდნენ ექსპედიციებს აფრიკის დასავლეთ სანაპიროების გამოსაკვლევად. ენრიკეს ექსპედიციები უკვე სცილდებოდა იმ დროს არსებულ საზღვრებს. გილიანიშმა პირველად გადალახა ბოჟადორის კონცხი. იმ დროისთვის მიუღწეველი და ყველაზე საშიში ადგილი, რითაც ზღვაოსნობის გზა სამხრეთისკენ გაჭრა. პორტუგალიელმა მეზღვაურებმა აფრიკის დასავლეთ სანაპიროებსაც მიაღწიეს. ასევე აღმოაჩინეს კუნძულები, როგორიცაა აზორები, მადეირა, კაბო-ვერდე და საფუძველი ჩაუყარეს მონობით ვაჭრობას. ეს იყო ევროპის საზღვრების გაფართოების ეპოქის დასაწყისი. ენრიკესათვის აღმოჩენები მხოლოდ სიმდიდრეს არ გულისხმობდა. ის ხედავდა ახალ შესაძლებლობებს ქრისტიანული რწმენის გასავრცელებლად და მსოფლიოს სიმჟამად უცნობი ტერიტორიების რუკაზე დასატანად. მის სანაოსნო სკოლაში გაიზარდა მეზღვაურების, ხელოსნების, გეოგრაფების რამდენიმე თაობა. დაიხვეწა ნავიგაციის ტექნიკა და კარაველა გემები, პატარა, სწრაფი, მანევრირებადი, რომლებიც ღრმა და უცნობი წყლების დასაპყრობად შეიქმნა. ჩვენს გემებს გზა მიეცით. ეს იყო მთავარი მოწოდება ენრიკე ზღვაოსანის. მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოჩენები გააგრძელა სიგრეშის სანაოსნო სკოლაში აზრდილმა ბართლომეო დიაშმა. იგი ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ევროპელი, რომელმაც აფრიკის სამხრეთ კონცხს, კეთილი იმედის კონცხს მიაღწია და გადალახა. მისი ექსპედიცია 1487-1488 წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო აზიაში ზღვით სავაჭრო გზის პოვნაში. 87 წლის ბოლოს ექსპედიცია მიედგა დღევანდელი ნამიბიის სამხრეთ ნაწილს. 88 წლის დასაწყისში კი სამხრეთ აფრიკის უკიდურეს წერტილს. მან ამ ადგილებს თავდაპირველად ქარიშხლების კონცხი უწოდა, რადგან ძლიერი შტორმები უდიდეს საფრთხეს ქმნიდა. ხოლო მოგვიანებით პორტუგალიის მეფემ შუან მეორემ კაბო დე ბუა ესპერანსა, ანუ კეთილი იმედის კონცხი უწოდა. ამ ექსპედიციამ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია აფრიკის გარშემო სვლა და აღმოსავლეთით აზიისკენ წასვლა. ამ აღმოჩენების შემდეგ ასმაგად გაძლიერდა ინდოეთამდე მიღწევის სურვილი. 1497 წლის 8 ივლისს პორტუგალიიდან, ლისაბონიდან 4 გემით გაემგზავრა ვასკო და გამა. მათი მიზანი ბართლომეო დიაშის გზის გაგრძელება და აზიამდე მიღწევა იყო. 1497 წლის ნოემბერში მათ მიაღწიეს დღევანდელი მოზამბიკის ტერიტორიას, სადაც შეხვდნენ მუსლიმ ვაჭრებს, რომლებიც დაეხმარათ ინდოეთისაკენ ნავიგაციაში. 1498 წლის 20 მაისს კი ვასკო და გამას ექსპედიცია მიედგა ინდოეთს, ქალაქ კალკუტას. ეს ქალაქი იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვაჭრობის ცენტრი იყო, რომელიც სუნელების, ძვირფასი ქვების და სხვა ძვირადღირებული პროდუქტების საბაზრო ცენტრად ითვლებოდა. ქალაქში ძირითადად მუსლიმი ვაჭრები იყო, რომლებიც არაბეთის, სპარსეთის და აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებთან ვაჭრობდნენ. მიუხედავად მცირე რაოდენობის საქონლის ჩამოტანისა, ეს მოვლენა მაინც არის
ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ამით გახდა შესაძლებელი ევროპიდან ინდოეთამდე ზღვით მიღწევა. ამ მოვლენამ საფუძველი ჩაუყარა პორტუგალიის მიერ ინდოეთის ტერიტორიაზე კოლონიების დაარსებას, რომელიც შემდეგ პერიოდში უფრო გაძლიერდა. ინდოეთიდან ჩამოტანილი საქონელი, განსაკუთრებით პირპილი და წიწაკა მნიშვნელოვანი გახდა ევროპელებისთვის, რადგანაც ისინი საკვებ პროდუქტებად იყენებდნენ მას. ასევე ჩამოიტანეს დარიჩინი და ძვირფასი ქვებიც. ლეგენდის მიხედვით ჩამოტანილი ნავაჭრი 60-ჯერ აღემატებოდა ექსპედიციის ხარს და ეს შეადგენდა დაახლოებით 3 მილიონ კრუზადოს, რომელიც ალბათ იმ პერიოდის პორტუგალიის ეკონომიკის უდიდეს ნაწილსაც შეადგენდა. მოგზაურობები ახალი მიწის დასაპყრობად და მოსაჩენად ამით არ დამთავრებულა. პირიქით ევროპელები ყოველთვის ცდილობდნენ აღმოეჩინათ ახალი მიწები. კიდევ ერთი ლეგენდარული პორტუგალიელი ზღვაოსანი იყო ფერნანდო მაგელანი, რომელიც ესპანეთის მეფის კარლოს პირველის სამსახურში იდგა. მისი ექსპედიცია მსოფლიოში პირველი იყო, რომელმაც დედამიწის შემოვლა შეძლო და დაამტკიცა, რომ დედამიწა მრგვალია და დასავლეთის გზით აზიამდე მისვლა შესაძლებელია. ექსპედიცია 1519 წელს 5 გემით და დაახლოებით 280-მდე ეკიპაჟით სევილიიდან გაემგზავრა 20 სექტემბერს. მაგელანმა პირველ ეტაპზე ატლანტიკის ოკეანე გადაკვეთა და სამხრეთ ამერიკის ნაპირებს მიაღწია. 1520 წელს ექსპედიცია სამხრეთ ამერიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ სანაპიროზე ჩავიდა. რამდენიმე უშედეგო თვლის შემდეგ მათ აღმოაჩინეს გასასვლელი ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე. დღეს მას მაგელანის სრუტეს უწოდებ, რომლის გავლასაც 38 დღე მოუნდა. წყნარი ოკეანის გავლა რთული აღმოჩნდა. გამოელიეთ საკვები და წყალი, რის გამოც ბევრი მათგანი შიმშილით და ავადმყოფობით დაიღუპა. 1521 წლის მარტში აღმოაჩინეს ფილიპინების კუნძულები. იმავე წლის 27 აპრილს ფილიპინებში მაგდანის ბრძოლაში, რომელიც ადგილობრივებს შორის მიმდინარეობდა და ექსპედიციის წევრები უბრალოდ ჩაერვნენ ამ კონფლიქტში, ტრაგიკული აღმოჩნდა მაგელანისთვის. მაგდანის კუნძულზე ფერნანდო მაგელანი მოკლეს. შესაძლოა მაგელანის სირთულეები ეკიპაჟის წევრებთან და მისი მმართველობის სტილთან დაკავშირებით საფუძვლად დაედო მითს, რომ იგი ეკიპაჟის წევრებმა მოკლეს. თუმცა ეს მცდარი ინფორმაციაა. მაგელანის სიკვდილი კონკრეტულად უკავშირდებოდა მის გადაწყვეტილებას მაგდანის ბრძოლაში მონაწილეობაზე. საბოლოოდ 1522 წლის 6 სექტემბერს ესპანეთში დაბრუნდა მხოლოდ ერთი გემი, ვიქტორია, 18 გადარჩენილი ეკიპაჟით. ასევე იყო ცნობილი ინგლისელი ზღვაოსანი, მკვლევარი და რუკების შემდგენელი, რომლის ექსპედიციები წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიოს გეოგრაფიული ცოდნის გაფართოებასა და ბრიტანეთის იმპერიის გლობალურ გავლენაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ეს იყო ჯეიმს კუკი. მან 1768-1769 წლებში გამოიკვლია წყნარი ოკეანის მრავალი კუნძული, მათ შორის ავსტრალია და ახალი ზელანდია, რაც საბუსლად დაედო ბრიტანეთის კოლონიალურ პოლიტიკას წყნარი ოკეანის რეგიონებში, რომელიც დღემდე გრძელდება. დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა შეცვალა კაცობრიობის დამოკიდებულება და წარმოდგენები მსოფლიოზე. გააფართოვა პოლიტიკური და ეკონომიკური ჰორიზონტები და საფუძველი ჩაუყარა გლობალიზაციასაც. გარდა იმ ცნობილი მოგზაურობისა, რომელზეც ვისაუბრეთ, კიდევ იყო რამდენიმე, რომლებმაც ნამდვილად უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთეს. იყო ჯონ კრაბოტი, ჩრდილოეთ ამერიკის აღმოჩენი, ჟან კარტიე, რომელმაც კანადა აღწერა, აბელ ტასმანი, ფიჯის და ტასმანიის აღმოჩენი. აგრეთვე ვასკო ნუნიეს დე ბალბოა წყნარი ოკეანის აღმოჩენი. ინგლისელი ფრენსის დრეიკი და ასევე რუსი ვიტუს ბერინგი, რომლის სახელსაც უკავშირდება ჩრდილოეთ ამერიკის ალასკასა და რუსეთს შორის ბერინგის სრუტის სახელწოდებაც. მიუხედავად იმისა, რომ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები ნამდვილად იყო კაცობრიობის პროცესი, ის ასევე დამანგრეველი გახდა მრავალი სახელმწიფოსათვის და ხალხისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, ეს პერიოდი გვასწავლის, რომ მსოფლიოს შეცნობის სურვილი მუდმივი პროცესია, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულდება. ამით ეს ჩანაწერი დასრულდა. მადლობთ მოსმენისთვის, გამოიწერით და დალაიქეთ არხი.